დილა მშვიდობისა ჩემო კარგო და კეთილო ხალხო დღეს ასე წამოვკოტრიალდები და ასე ვიქნები. თუ პრობლემა არ გაქვთ. წეს კარგად უნდა ჩანდე, არ ვიცი. თუ არ ჩანდა ეგეთ პოხური. აჰა, ესე? ხო, რავი რა. დღეს მინდოდა მელაპარაკა დამწყები იუთუბერებისთვის რაღაც რჩევები მიმეცა. იმიტომ რომ ამას წინათ ვიღაცამ მკითხა რომ რა გავაკეთოთო. პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ ჩემო კარგო და კეთილო ხალხო, უნდა დაიკიდოთ სხვების აზრი. ანუ რო დადებთ ვიდეოს ვიღაცა რას იკითხავს და რას იფიქრებს, ეგ უნდა დაიკიდოთ. ეგ თუ არ დაიკიდეთ, არაფერი არ გამოგიათ. მართლა გეუბნები. იმიტომ რომ ყოველთვის სხვისი აზრით მოგიწევთ რაღაცების კეთება. ამიტომ დაიკიდეთ. მე რაღაც რჩევებს დაგიწერენ აუცილებლად რა, იმიტომ რომ ხალხს უყვარს ახალბედა ადამიანები, ისეთი როგორც თუნდაც ჩერი იყო, ჩერი 15 წლის ასაკში რაც მიაღწია, მე ეგეთი მე მაგდენისთვის არ მივიღწევია. იმას 60,000-იანი არხი აქვს. 60,000-იანი არხი აქვს 130,000, 140,000 ისეთ ვიდეოებს და მე ვერ ვშვები, რა ვქნა ახლა. გენიალური ბიჭი არის, ჩერი როგორც გააკეთა, ეგრე უნდა ქნათ თქვენც. ადექით და დაიკიდეთ რა, გადაიღეთ რა. თან თვითონ ისწავლა, ედიტით თვითონ ისწავლა, ისიც თვითონ ისწავლა, ყველაფერი თვითონ გააკეთა და აკეთებს ამ საქმეს ძალიან ბედნიერია. მე ძალიან მომწონს ეგეთი ბავშვები კი არა და ეგეთი თაობა. ეგეთი ჭკვიანი ადამიანები არც ერთ თაობაში არ უნდა დაიჩაგრნონ. ხო და თუ ეგეთი იყავით თქვენც რომ გამოჩნდებით, თქვენთვისაც ძალიან დიდი გამოხმაურება იქნება აუცილებლად. უბრალოდ ხელოვნური არ უნდა იყოთ. აი კამერასთან ხელოვნური რო არის ადამიანი, ეგ ძალიან ეტყობა რა, უგრძნობთ რა ამას ადამიანები. მე მაგალითად ეხა ვიღაც იუთუბერებს უყურებ, ვიღაცები ხელოვნურები რო არიან, ჩანს. ვიღაცები არ არიან ხელოვნურები და ეგეც ჩანს. ვინც უფრო გახსნილია, რა თქმა უნდა, იმის ყურება უფრო გვსიამოვნებს, იმიტომ რომ ბევრად უფრო მარტივი არის. ეგეთ ადამიანის ყურება რა, იმიტომ რომ რაღაცა არა საჭირო პაუზები არა აქვს, ის არა აქვს, ეს არა აქვს, რასაც საუბრობს იმას ფიქრობს, ეგ რო ფიქრობთ ჩვენ. ხო და ეგრეა რა. ადამიანები გვიყვარს ჩვენ, ხო? აი ჩვენ ხო არ გვაინტერესებს იდეაში. აი მაყურებელს ხო არ აინტერესებს, რომ აი კამერის მიღმა რანაირია ადამიანი იდეაში. ეგ არ უნდა აინტერესებს. კამერაში როგორიცაა, ეგ უნდა გვაინტერესებდეს და კამერაში თუ ისეთი არ იყავი, როგორც რეალურ ცხოვრებაში ხარ, უბრალოდ არ გამოგივა რა. შენ თუ კამერის მიღმა კაი ტიპი ხარ და კამერაში რაღაცა ხელოვნური ტიპი ხარ, ვერ გიყურებს ხალხი რა ეხა, უნდა გაიგო რა. არა, მე გავიგებდი. ეხა მე რო არ მიყურებდეთ იმის გამო, რომ მე ხელოვნური გეგმავთ, გავიგებდი კაცო, არა ვარ ხელოვნური და აქვს. ბოდიში რომ ესეთ ბელუქსის დროხას ავითავარ წამოწოლილი, მაგრამ რა ვქნა. ბევრად უფრო კომფორტული არის. ო, აი ჩერისნაირები უნდა იყოთ. ჩერის პირველი ვიდეოები უნდა ნახოთ. ჩემი პირველი ვიდეო უნდა ნახოთ TikTok-ზე ოღონდ. მაშინ ცოტა ხელოვნური ვიყავი, მაგრამ ეგ ყველაფერი გამოსწორებადია დრო და დრო რა. თუ ცოტა ხელოვნური ხარ, უნდა გარისკო, უნდა დაიკიდო რა, სპიდმა როგორც ქნა რა. თუ გამომივაო სტრიმერო, გამომივაო. თუ არ გამომივაო, მაგის დედაც ვატირეო კაცო. დაუბრუნდები ვიქნები ისე ძველებული ისაო, რაც ქვია ისა. არ მახსოვს რა ქვია სპიდს. ნო. ხო, ეგეთი ნაბიჯები უნდა გადადგათ, სადაც არის ფიქრებთ სხვებზე. სხვებზე რა? სხვები რას ფიქრებენ თქვენზე, მაგაზე რო არ ფიქრებთ. უნდა დაიკიდო რა, თუ რაში გაინტერესებს. იმიტომ რომ არსებობს ადამიანი, ეხა, აი არსებობს ადამიანი, რომ ვიდეო ატვირთოს 0 ნახვა ქონდეს რა, ვიღაც მაინც ჩართავს. იმ ვიღაცას მაინც ხო დააინტერესებს. იმ ვიღაცას თუ დააინტერესებს, იმას შეიძლება სხვას უთხრას. და ეგრე რაღაცნაირად ის იქნება რა. თორე ეგრევე ცნობილები ხო არ დაიბადნენ ყველანი კაცო. ეს მაგრა ვთქვი. ძალიან მიხარია ჩემი არხის წარმატებას, მაგრამ მივდივართ. ძალიან დიდი მადლობა ყველას. აი, მე იმას არ გეუბნებით, რომ მე მომბაძოთ ან ვინმეს მიბაძოთ. პირიქით, არავის არ მიბაძოთ. იმენა უნიკალური თქვენ უნდა იყოთ. ან თქვენ რო ხართ, უნდა იყოთ თქვენ. და ვზო. მორჩა საუბარი მაგ. მეტი რჩევა მართლა არ ვიცი რა უნდა გითხრათ რა. ედიტზე არ იფიქროთ ბევრი, იმიტომ რომ ედიტი გოგამელია არის ერთი ეგეთი ხომელია გვარ, კი. გოგამელია არის ერთი ეგეთი იუთუბერი, რომელსაც აი ედიტის აი უდიდესი სკილები აქვს რა. ეგეთი კაი ედიტორი იშვიათი არის. მაგრამ ნახვებს ვერ აგროვებს რა, არ ვიცი რატომ, ნახვებს ვერ აგროვებს. მე ძალიან სიამოვნებს გოგას ყურება ხოლმე. მაგრამ ნახვები არ აქვს საბოლოო ჯამში რა. იმდენი რამდენი ცხებს აქვს. მახარა რომ დაჯდება ხოლმე თუნდაც. რაღაცა პროსტა კამერა, ვიდეოა, ეგრევე ჩაიბლის და ისა, პროსტა ჭრები აქვს გაკეთებული. აი თქვენც ეგრე უნდა შეხედოთ, რომ არ არის საჭირო რა ეს ამხელა ედიტი და ისანი.
ჭრაც საკმარისი იქნება. შეიძლება ჭრაც არ ჭირდებოდეს და აი მაგალითად ჩემი. ვინც ფიქრობთ რომ არ ჭირდება ჩემი ვიდეოს ჭრა, ვაფშე კაი ჯიგრები ხართ. კიდე რა რჩება? ხელოვნური არ იყო, გარისკე და იყავი შენ რა. მეტი არაფერი არ გჭირდება. არც კამერა არ გჭირდებათ, Sony რაღაცა 7000 რაღაცა სახელები რო A7-3 და ეგენი არ გჭირდებათ. იმენა არ გჭირდებათ. ახლა Samsung-ით ვაკეთებ Google-ით, Pixel-ით დავიწყე ჩემი YouTuber-ობა. მართლა გეუბნებით. მე გატყდა ტელეფონი პროსტა და მე მომიწია ამის ყიდვა. თორე არც ვაპირებდი ამის ყიდვას. ვიქნებოდი ისო Pixel-ით. ჩვენი ვიდეოებს იღებ და გაარკვიეთ რომელი ვიდეო კამერა, რომელი ტელეფონი იღებს კაი ვიდეოებს დაითრიათ და აკეთეთ თქვენი საქმე. ეგ არის და ეგა. რა თუნდა რა, ნუ ფიქრობთ იმეებზე რომ აი ვაი და არ მოეწონს ხალხს. ჩემს ყლეს თუ არც მოეწონება კაცო. ჩემს კი არ შენს ყლეს. დაი კიდე რა. ვაი და მოეწონს. ჰა? თუდებ დადე, ფულა სიმღერა. თუდებ დადე, მიდიხარ რა ვერ დადე. აი მენა, მაგას მოусმინეთ ხოლმე და დადებთ მე. მე ეგრე ვფიქრობ რა. შეიძლება მაგარი არასწორი ვარ ახლა. ანუ ხალხის აზრი უნდა გეკიდოს ნეგატიური. აი ნეგატიური აზრი უნდა გეკიდოს. დადებითი აზრი შეიწოვე. ადამიანებმა თუ არ ვისწავლეთ რაღაცებისგან დადებით ისე ამოღება და ნეგატიურის ამოღება და მე სხვადასხვა იმების მიღება, შანსი არ აქვს ძმა. შანსი არ არის ძმა. არ არის შანსი ძმა და რო ღიღინებ ხოლმე, ალბათ როგორ გაღიზიანებთ ჩემი კარგი მოდო. არ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე ასე ღიღინი. ой, მე ჩემი ახალ გუდი მაჩუკა. ჯერ მინახებიათ თქვენ, კიდე განახოთ. პირველები ხართ, ვინც ამ ქუდს ნახავთ, ჩემსას. მიხდება. ბიჭო, დახეთ. მომისვინე. ახლოს მოიწე. შენ თუ გინდა რომ იუთუბერი იყო. გაითვალისწინე რომ ეს საქმე მარტივი არ არის. მართლა გეუბნები. ყოველდღიურად ვიდეოს დადებაზე ხო ზედმეტი ალაპარაკი. ძალიან რთული საქმე ყოფილა. იმაზე რთული მეგონა, კი არა და იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. მაგრამ სიამოვნებას სულ მივიღებ ამით რა. მე იმდენად მიყვარს ეს საქმე. თუ შენ ეგრე ძალიან არ გიყვარს ან ეჭვი გეპარება, შენ მაინც ცადე რა, რას კარგავ, მართლა მაინტერესებს რას კარგავ. შენ ძმაკაცები გაიკაიფებიან და იყიდე ბიჭო ძმაკაცები მაგის ძალიან რო გეღადავ. ძმაკაცმა თუ არ გეღადავა, აბავი უნდა გეღადავოს, ვიღაცა უცხო ხო არ გეღადავება, მაგას ჯობია ისე ძმაკაცი გეკაიფოს. მე ვფიქრობ რომ ჯობია ძმაკაცი გეკაიფოს. დაიკიდეთ. რაღაც ვიდეოები თუ გაქვთ გადაღებული, და კიდე დაყარეთ. არ გიგონთ რომ სპონსორი შემოვა. დაივიწყეთ ეგ ამბავი. იმიტომ რომ ფულის გამო ამას ვერ გააკეთებ თავიდან რა. რაღაცა ეტაპზე მე შეიძლება უკვე დაიწყო ფიქრი რომ აი ფული მინდა, მაგრამ თავიდან დაივიწყეთ. ეს არ არის მარგებელი, კი არა, სარგებლიანი არ არის ნულოვანიდან რა. ნულზე რო იწყებ, პირიქით, ინვესტიცია უფრო მეტი ჭირდება, რა თქმა უნდა, ვიდრე ფულს ამოიღებ იქიდან. მე ხა ჯერ მონეტიზაცია ისევ არ მაქვს ჩართული, რო იცოდეთ. და ეხლა ეს ნახვები რაც აი გროვდება ტყუილა. და მეკარგება. ფული მაყუთი მეკარგება, მაგრამ კიდია ეგეც. ეს ადიღავი. ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც გაიფიქრებ. რო გაიფიქრებ, ეგრევე ქენი. არ უნდა მაგაზე მეტი ფიქრობ გააკეთე მაგის დედავატირეთო. ყველა ადამიანს გეუბნები მარტო იუთუბერებს არა, რაღაც გააკეთება გინდა, ატეკი გააკეთე მაგის დედავატირეთო. ცუდი არ გააკეთო პროსტა. თუ ფიქრობ რაღაც საქმე გამოგივა, გარისკე ძმაო, ისე არ გამოვა. თუ არ გარისკე, ყველა მილიარდელი რა, ვინცაც ბევრი მაყუთი აქვს, ერთი 1000 საქმეში არის ჩაჯმული. და იმ 1000 საქმეში რომ ჩაიჯვეს, მერე ისწავლეს. თუ არ ვისწავლეთ, ვერაფერს ვერ ვიზამთ. ყოველი დღე არის გაკვეთილი რაღაცა. რაღაცის სწავლა შეგიძლია. შეიწოვეთ იმენა, სანამ პატარები ხართ მithumetes. თუ პატარა ბავშვები მიყურებთ,
თქვენთვის მithume პატარა ბავშვებად შეიძლება თავს არ თulidet, მაგრამ აი 18 წელზე ნაკლებიც თუ ხართ. თქვენი ტვინი ეხა მუშაობს მხეცივით ძმაო. თქვენ არ იცით რამდენად რთულია ჩემს ასაკში უკვე აი 30 წლის ვარ, ჩემს ასაკში არ იცით თქვენ რა რთულია რაღაცების გახსენება. ჩემი ბავშვობა ვაბშე არ მახსოვს. მახსოვს ფაქტები აქა-იქ. აი ეგენიც კი გვავიწყდება. ყველაფერი გავიწყდება, რო იზრდები. ნელდები, ჩერდები, სუსტდები. თქვენ გაქვთ ტვინი ხეცი. ყველაფერს აითვისებს, რასაც მოისმენს. ხო და რაც შეიძლება ბევრი კარგი რამ მოისმენეთ. მაგის გამოც ვწერ სიმართლე რომ გითხრათ, რომ მომავალ თაობას გქონდეს რაღაცა პედასტალი, აი აქ დადგეს. ამ ვიდეოს მოსმენის შემდეგ შეუძლია რომ უფრო მაღლა იდგეს. სხვებთან შედარებით, ვინც არ მოისმენს. და ზუსტად ამის გამო ვწერ ასეთ ვიდეოებს, მე რომ საბოლოო ჯამში მომავალ თაობაზე მეტი არაფერი არ გვაქვს საზრუნავი. იმიტომ რომ წარსულ თაობები წავლენ. თავარია ამ წარსული თაობისგან ჩვენ ცუდი რამე არ ვისწავლოთ. ხო და მე როგორც 30 წლის ახალგაზრდის მოვალეობა, ეგრე ვფიქრობ, რომ ჩემი მოვალეობაა, რომ ვიღაც ადამიანებმა რაც შეიძლება მეტი კარგი რამ აკეთონ. მეტი არაფერი. ნუ იქნებით ჩვენნაირები, იმიტომ რომ ჩვენ კარგები ვერ გამოვდექით. დიდი მადლობა.